მოგესალმებით, პატრიციული მაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ჩვენი სამყარო. დღეს გვაქვს ამ ციკლის მეოთხე გადაცემა. სანამ უშუალო დღევანდელი გადაცემის თემას შევეხებოდე, მანამდე მინდა გაგახსენოთ, რომ წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ სიტყვების, ტერმინების მნიშვნელობაზე და მათ სწორად თუ არასწორად გამოყენებაზე, თუ რამხელა პრობლემას ქმნის მისი არასწორად გამოყენება და გაუგებრობას იწვევს მსმენელში. და უფრო ადრე კიდევ ვისაუბრეთ ანდაზებზე, რომლებიც ასევე ვთქვით, რომ ანდაზებსაც სწორად გაგება უნდა მსმენელის მიერ. თორემ თუ სწორად არ გავიგებთ და სხვა მნიშვნელობებს მივანიჭებთ, სიტყვებს სხვა მნიშვნელობებს მივანიჭებთ, ვერ მივიღებთ იმ ინფორმაციას, ვერ გავიგებთ იმ აზრს, რაც ამა თუ იმ გამონათქვამში არის ჩადებული. შესაბამისად, არის ნებისმიერი სხვა რამ, რითაც ადამიანები ერთმანეთს ინფორმაციას გადავცემთ. მაგალითად, შეიძლება ითქვას და წინაზეც ვახსენეთ, რომ ზღაპრები, მითები, ლეგენდები, იგავები და ასე შემდეგ მოგონილია კაცობრიობის მიერ იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთს გადასცენ რაღაცა ინფორმაცია. ტყუილად არ დაარქვა სულხან-საბამ, რომ როდესაც თავის ნაწარმოებს წერდა სიბრძნე სიცრუისა, ანუ იმ სიცრუით სიბრძნე გადაეცემა და ჩვენ ეს სიბრძნე უნდა ვიპოვოთ ზუსტად იმ ზღაპარში თუ მითში თუ იგავში თუ რაც იქნება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მითებზე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, მე მინდა გითხრათ, რომ მითები შეიძლება ორნაირად განვიხილოთ. ერთი მითი, რომელშიც ჩვენ რაღაცა სიბრძნის ნაწილს ვეძებთ, რაღაცა ცოდნა გადმოგვეცემა სხვა ადამიანების მხრიდან და მეორე მითი, რომლებიც უბრალოდ მხოლოდ მატყუარა, ანუ ასე ვთქვათ, მავნებლური მითი. ეს რას ნიშნავს? როდესაც სპეციალურად ხდება ესეთი მითის შეწყვა, რომ ადამიანები დაარწმუნონ რაღაც ისეთი, რაც სინამდვილეში რეალური არ არის და შემდეგ რადგან ადამიანები ასეთ რამეში დაარწმუნოს, ისარგებლონ ამით და მოიპოვონ ძალაუფლება, ფული, გავლენა, რა ვიცი, 1000 რამ. ასეთ მითებს შეიძლება მივაკუთვნოთ მაგალითად ეგრეთ წოდებული კლასობრივი დაპირისპირება, გლობალური დათბობა და რა ვიცი, კიდე რაღაცა სპეციალური ჯგუფების გამოყოფა, რომელთა უფლებებიც უნდა დაიცვან ვიღაცებმა, კლიმატოლოგებმა და ასე შემდეგ. ჩვენ ამ საკითხებზე მომავალში გვექნება გადაცემები არაერთი კიდე, ასევე გვექნება გადაცემა იმაზე, თუ რა სარგებლობა მოაქვს და რა სიბრძნედებს ამ მითებში და რა შემთხვევაში არის სიბრძნე და დღევანდელი თემას რომ დავუახლოვდეთ ნელ-ნელა, დღევანდელი თემა კი იქნება მითები ეკონომიკის შესახებ. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ბატონი რამაზ გერლიანი, ეკონომისტი და მე მგონი ბატონი რამაზი ძალიან კარგი რესპონდენტია და თავის მოსაზრებებს ამ ეკონომიკური მითების შესახებ წარმოგვიდგენს. მე არ ვიცი მას რა აქვს მოზადებული, წინასწარ არ გვისაუბრია. მოგესალმებით ბატონო რამაზ. მოგესალმებით ბატონო და მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მადლობა უპირველეს ყოვლისა ამ ფორმატში, ესე ვთქვათ, რომ მოგვეცა საუბრის საშუალება. ნამდვილად სწორად არის ხაზგასმული, რომ მითები, როგორც დადებით კონტექსტში, ასე რომ უარყოფით კონტექსტშიც შეიძლება იყოს და განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით, ეკონომიკა არა იმიტომ, რომ ჩვენ ეკონომისტები ვართ, ზოგადად ბევრ სფეროს პრაქტიკულად გამჭოლად მართავს, იმიტომ რომ ეკონომიკური, ესე ვთქვათ, მდგომარეობა ბევრ სხვადასხვა სტიმულს ბადებს. ეს სტიმული შეიძლება იყოს მათ შორის უარყოფითიც, აი, რო წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაც ადამიანი ცუდ საქციელზე მიდის მოპარვაზე თუ უფრო ვარესზე. წმინდა ეკონომიკური იმის გამო. მათ შორის კარგი მიმართულებითაც ეკონომიკური მოტივი შეიძლება იყოს. ამიტომ ბევრ მითს, რომელსაც შეიძლება ერთი შეხედვით არანაირი ეკონომიკური სარჩული შეიძლება არ კონდეს, სინამდვილეში საბოლოოდ კონვერტირდება მე ეკონომიკურ, ესე ვთქვათ, სარჩულში და ამიტომ ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი არის ამ მითების სწორი ესე ვთქვათ ინტერპრეტირება და გაშიფრვა, მოდი ესე შეიძლება დავარქვათ მას. ადამიანების სახელს არ არქმევენ, თორემ შეუძლებელია ადამიანმა ეკონომიკური ურთიერთობის გარეშე იარსებოს საერთოდ. როგორც კი ჩვენ, როგორც კი ბავშვი პირველ გადაწყვეტილებას აკეთებს, ეს სათამაშოა ირჩევს თუ ის სათამაშო, უკვე ეკონომიკური გადაწყვეტილება. ალტერნატივებს შორის ირჩევს მისთვის იმ წუთას ასე რომ მაგას ვერ გაიქცევა ვერავინ. თუ საზოგადოებაში ცხოვრობთ, ახლა ბიზნეს კრუზო არ ვიცი. თანხლები ის არის. შესაბამისად ეს მითებიც ბევრ შემთხვევაში სწორედ ასეთ ეკონომიკურ ნაწილს გვაწვდიან
მითები შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასე ვთქვათ, მიმართულებით, როგორც უკვე აღნიშნეთ, ასევე ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ნეგატიური მიმართულებით და ჩვენმა ჯგუფმა მათ შორის გარკვეული პატარა ლიტერატურაც კი გამოვიცით თავის დროზე, სადაც სხვადასხვა მითი ჰქონდა, ასე ვთქვათ, განხილული. ალბათ საქართველოში ისე ცნობილი რომ შესაძლოა ბევრს ეგონოს ქართული არის პირობითად. აი უბრალოდ გამონათქვამი რომელიც მითად არის ამ შემთხვევაში რომ აი დღევანდელი კვერცხიჯობია პირობითად ხვალინდელ ქათამს ესე რომ ვთქვათ და ნუ აქ მივდივართ წმინდა ესე ვთქვათ ეკონომიკასთან და ამ შემთხვევაში შეიძლება მითია თუ ანდაზა უფრო. ანდაზა რომელიც მითად არის ესე ვთქვათ ქცეული მითის დონეზე ესე ვთქვათ გაყვანილი და ბევრი სხვა ასე ვთქვათ მითი რომელიც უკვე რიგ შემთხვევაში ლამაზ ანდაზად შეიძლება არ იყოს რომ გამონათქვამად ანდაზა უფრო მეტ შემთხვევაში არის ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ანდაზა როცა მოკავს მაგრამ მითი არის როდესაც ის ამ ჭეშმარიტ სარჩულს შეიძლება მოცდეს ან გაგიჩინოს ვთქვათ мотиваცია როგორც დადებითი ასევე ნეგატიური ეს მითები უძველეს დროიდან დღემდე ბევრ შემთხვევაში გარკვეულ რეალობას ესე ვთქვათ ეფუძნებოდა, მაგრამ მე მისი საჭიროების ამას შელამაზება ხდება, რომ უფრო მეტად мотиваტორი გახდეს. ანუ სმენადი უნდა გახდეს უფრო ამბავი. სმენადი და мотиваტორი უნდა იყოს. მითი ვერ იქნება მითი თუ ის რაღაც мотиваციას ვთქვათ არ ქმნის. ის უნდა იყოს мотиваტორი აუცილებლად. შესაძლოა თავის დროზე, როდესაც რაღაც რეალურ ამბავსაც ეფუძნებოდა, ესე ლამაზად, ესე კარგად ეს მოვლენა არ იყო, მაგრამ მე უკვე მოახდინეს ისე, რომ ამ ასე ვთქვათ მოვლენა მიიღო ისეთი სახე, რომ შესაბამისად უკვე უფრო გაალამაზეს და მომხიბვლელი გახდა, ასე ვთქვათ, ამის შედეგად გარკვეული მითი, რომელსაც შემდგომ შეიძლება ქონდეს, ასე ვთქვათ, ეკონომიკური საფუძველი. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ხდება ხო, რიგი ასე ვთქვათ, მითედი პირველ ნაბიჯში მას კეთილი განზრახვა აქვს. აი წარმოვიდგინოთ ახლა იგივე სიღრმისეულად თუ პრინციპში ეკონომიკა არიცი, ერთი შეხედვით ძალიან კარგად ჩანს, რომ ან რა არის მითი, ამ შემთხვევაში არის, რომ პირობითად სუბსიდია კარგია. ერთი შეხედვით მას აუდევს დადებითი სარჩული. ანუ ვინც შეხედავს, ეს კარგი ასე ვთქვათ, მოვლენა არის, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ეკონომისტებმა ვიცით, როდესაც საფუძველში ჩავწვდებით, თლად ყოველთვის ესე არ არის, მოდი ესე ვიტყოდი. ამასთან დაკავშირებით მე შეიძლება გავიხსენო, ის რაც გარეგნულად ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არის, ეგრე ძანდაზა არის. მაგალითად მე ბავშვობაში, როდესაც ავად გავხდი სიცხემომცო და დედაჩემმა თბილად ჩამოწვინა, თბილად ნახულო და გაკვირვებული ვიყავი კი, მაგრამ რატომ მე ხომ სიცხე მაქვს და პირიქით უნდა გამაგრილონ, ხო? სიცივეში უნდა დავსვა, რომ გავგრილდე, სიცხე მაქვს ემეთ. შემდეგ მივხვდი, რომ ჯანმრთელობის დასაბრუნებლად პირიქით არის საჭირო ქმედება. და რა ეს ახლა ეს ყველა ადამიანს ესმის, მე მგონი, რომ საჭიროა ადამიანი დაათფუნო, რომელსაც სიცხე აქვს, თუ არ გინდა მას გაურთულდეს დაავადება. ხო და როდესაც გარეგნულად ჩანს თითქოს ეს კარგია და უშუალოდ იგივე სუბსიდია, აი ეს უნდა ჩაწვდე ის მართლა კარგია თუ პირიქით კიდე უფრო ამძიმებს ვითარებას. აი ეს სწორედ ამ მითეურობაც ამ ნაწილში არის ის, რომ ის რაც ერთი შეხედვით კარგი ჩანს და უკვე განივთებულია, რომ ეს ჭეშმარიტებაა ერთი შეხედვით, სინამდვილეში საფუძველი შეიძლება სხვა კონდეს ამ შემთხვევაში და საიდან მოდის როგორ ამ შინას როდესაც ჩავწვდებით ის დადებით კონტექსტშია თუ ასე ვთქვათ უარყოფით კონტექსტში ეს ასაკური ამ შემთხვევაში იძენს ეს სახეს რომ საბოლოო ჯამში შეიძლება იყოს სასარგებლოც კი ანუ ეს მითი თუ ის მას ასე ვთქვათ მოაქვს სარგებელი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება ვისაუბროთ ამ მითებზე იგივე ასე ვთქვათ სამოქალაქო მითებიც რომლებიც მოგვიწოდებენ რიგ შემთხვევაში და ანდაზას გავდეს მაგრამ ეს ანდაზის გავსია ხო წმინდა ეკონომიკურ ნაწილზეა ჩვენ გვაქვს ერთ-ერთ ჩვენს ასე ვთქვათ მითებში ოღონდ უფრო სამოქალაქო ნაწილში საზოგადო მითები დავარქვით აი ხშირად ვიყენებთ საქართველოში საბნის ასე ვთქვათ პრინციპს და საბნის სიდიდს ანუ სანამდე გაწვდება იქამდე უნდა ასე ვთქვათ გაშალო ფეხი კი ფეხი იქამდე გაშო სანამდე საბანი გწვდებაო ანუ თითქოს და რაციონალურია ერთი შეხედვით, მაგრამ თუ ფუნდამენტში ჩაეძიები, მაშინ რაღაც ირაციონალურ მაცვლებსაც იპოვე, იმიტომ რომ მაშინ ფაქტიურად ჭავჭავაძე რო ამბობდა თავის დროს ცდელი ადამიანი და უმცდელი ადამიანი რო განასხვავა, ანუ ცდელი ადამიანი სწორედ ის არის, რომელიც ეცადა და საბანზე უფრო შორს, ასე ვთქვათ, გაიყვანას ამ შემთხვევაში. ვერ დაგეთახმები მაგამ ბოში, იმიტომ რომ საბანი ეგარი ფული კაცი უნდა იყოს ხელფას და არა ხელფასი კაცი. კი ბატონო. როდესაც ეს ამბობს. ამ კონტექსტში შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ესეც არასწორად. ეგ არნიშნა, ანუ
მოდი დავასრულო ის მოსაზრება. მე მგონი მაგანდაზა ნიშნავს რომ შენ უნდა იკმარო ის რაც გააქვს და თუ მეტი გინდა, მეტი უნდა იშოვო, მეტი უნდა გამოიმუშაო და ამიტომ უნდა ცადო. სწორედ ეს არის მითის ამბავი რა. კი არ უნდა გაჩერდე ეს მითი არ გვეუბნება ამ შემთხვევაში ანდაზად ქცეული მითი არ გვეუბნება იმას რომ შენ იზრუნე ამ ნაწილში ის არის რომ შენი გაჩერდი. აი ეს არის მთელი პრობლემა. სინამდვილეში დადებითი კონტექსტი ის თქვენ ძილის დროს ხარ ჭირდება ხوارეცდები. ძილის მერე უნდა დაისვენო გამოიძინო. ეს ხო პირდაპირ გაგებით მართლა საბანზე და ფეხებზე ხო არის ნათქვამი. სინამდვილეში არის ნათქვამი იმისთვის რომ რეალურ ცხოვრებაში სხვადასხვა მიმართულებით აი ხშირად გამოუყენებთ ანუ ეგრეთ წოდებული ენაკვიმატი თუ არაენაკვიმატი ადამიანები მათ შორის თუ რაღაცა ცადე და ვერ გამოგივიდა და პირველ რიგში შეიძლება ეს წამოგძახონ რომ აი ესეა ნათქვამი რომ სანამდე აი ცდელსა და უმცდელ ადამიანს შორის რაც შეიძლება გავიდეს ზღვარი და ისე ნუ პრინციპში გეთანხმები შეიძლება მასეთ გაიგო განდაზამ თუმცა მე უფრო სხვანაირად ვებულობ შესაძლოა მას პირდაპირ გაგებით კონდეს ესე ვთქვათ რისკის დაზღვევის კუთხით დადებითი კონტექსტის კონდეს მაგრამ ამ შემთხვევაში ცდელობის ნაწილში იმიტომ ხა მეწარმეობა ეკონომიკა სწორედ ცდელობაზე არის ვთქვათ ან თუ არ გადადგი ნაბიჯი და ეს ნაბიჯი უნდა იყოს იმის იქით სანამდე ჩემი შესაძლებლობები ერთი შეხედვით ჩანს იმ კონკრეტულ ვთქვათ მომენტში და იქ გამოჩნდება უკვე რამხელა შესაძლებლობები გაქვთ და ასეთი ტიპის მითებს რიგ შემთხვევაში შეუძლიათ გარკვეული მოდი ესე ვთქვათ დემოტივატორის ვთქვათ თამაშიც ან დემოტივატორი შეიძლება იყოს რომ ამის იქით არ ცადო და ამაზე მეტი ესე ვთქვათ არ შევქნა თუნდაც ვთქვათ დოვლათი. ხო იდეაში არ ცადო ეგ ცაცაღად არასწორია. ეს მიუღებელია თუმცა ის რომ რისკი არ განსაზღვრო და თქვენ როგორც ან დადებით კონტექსტი ნამდვილად აქვს დამაფიქრებელია იმიტომ რომ მეორე მხრივ შეიძლება ეს ავხსნათ რომ გეუბნება რომ ამაზე მეტი რაც შეიძლება გაწიო რისკი რამაც შეიძლება ცუდად გაგხადოს ამ შემთხვევაში პირდაპირ საბანზე კი არა და საბანს გაგაციეს და როდესაც ბიზნესის დაწყება გინდა და კრედიტს იღებ არის რაღაცა ზღვარი რომელიც ზემოთაც აღარ უნდა იყოს იმიტომ რომ იმ კრედიტს ამ ნაწილითაც შეიძლება ახსნა მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ესე ღებულობენ პირველსავე ესე ვთქვათ შინაარს ღებულობენ და არა იმის იქით ესე ვთქვათ რა შეიძლება იყოს და ეს ნაწილი მე განივთებულია ხოლმე ხშირად და ნუ ბევრი ესე ვთქვათ მითად ქცეული უკვე თანამედროვე მითები რაც გვაქვს აი თანამედროვე მითებზე მაქვს ზუსტად პრეტენზია. თანამედროვე მითებზე მაქვს მე ძალიან დიდი პრეტენზია, რომელიც ეხება ამ ჩვენს ეპოქალურ ცვლილებებს, ტრანსფორმაციის პროცესს და ნუ ხშირად არის საუბარი, რომ მითია ხო, რეალურად ესეა, რომ ესაც იტყვიან, რომ აი კომუნისტების დროს ყველაფერი იყო და ну რეალურად დავფიქრდეთ რა იყო ყველაფერი დღევანდელზე მეტი იყო საბაზრო ეკონომიკაზე მეტი იყო ან ეს არის მითი უკვე რომელიც აი ესე სუფრიდან სუფრამდე ხო აი საიდან წარმოიშვა მაგრამ რატო ამბობენ რომ ყველაფერი იყო და ამ დროს გებულობ მე რომ ყველაფერი იყო დეფიციტში თქვენც მეთანხმებით ხო რეალურად ამაში იმიტომ რომ ან ნომენკლატურა სარიელი დახლები იყო და მაგალითად პროდუქტის მაღაზიაში რო შეხვიდოდი ვადაგასული იმით ერთი თევზის კონსერვით იყო ავსებული აღსანიშნავებული სარიელი არ გამოჩნდა ანუ მაგას რა დამოვიწყებს ეს აშკარად ანუ გადმოცემით ისეთაც ანუ არც ისე შორეული წარსული ჩემი თავებისთვის ცოტა ფად ესე არ გვახსოვს მაგრამ მაინც ეს აშკარად იკითხება ნუ რეალობა სხვა იყო და ამ დროს ბევრ სხვადასხვა საზოგადო შეკრების დროს იქნება ჭირის შეკრება, ხინის შეკრება თუ ასე შემდეგ საუბრები აი უცებ რაღაცნაირად ეს გამოხდება და ეს ისეთ კონტექსტშია რომ რაღაცნაირად მითიცაა და ზოგიერთ კამათიც არ მედის ანუ იყო და ნუ ეთანხმება მითიც არ არის სინამდვილეში ახლა დააგვირდი ვიღაცა მე კამათებოდა მე მგონი Facebook-ზე მე კამათებოდა ვიღაცა და დაწერა რომ ჩვენი ცხოვრება იყო საბჭოთა დროს ფულით საკმარისი ქონდა და დახვეოდა ყველაფერი იყიდებოდაო ნუ ჩვენ რო ცხოვრობდითო კი დახვეოდა მართლაც ბევრი რამის ყიდვა ყველა მართლა ყველაფერს არა მაგრამ ბევრი რამის ყიდვა შეგეძლო და ვიღაცებს ფულიც ქონდა მაგრამ როგორც კი დაუსვი კითხვა მე საერთოდ მე არ მქონდა ფული და შენ საერთოდ მქონდა ბიზნესი მაშინ არ შეიძლებოდა რომ პატიოსანი გიგეშო ერთადერთი გზა იყო უნდა მოგეპარა ცემენტი მშენებლობიდან ან რაღაცები გაგეყიდა ან თანამდებობაზე უნდა ყოფილიყავი და მაშინ შეგეძლო მხოლოდ მიგეცა თავისთვის უფლება რომ ასე დახვემოდა რაღაცები გეყიდა კი ბატონო და როგორც კი შეკითხვა დაუსვი იმის მერის აღარ გამოჩენილა ჩვენ სხვადასხვა ამ კონტექსტში ამ ყველაფერი იყოს კონტექსტში როდესაც ის ქონდა პოლემიკა და ვარქვათ კამათიც არ იყო უფრო პოლემიკა უფროსი თავების წარმომადგენელი იყო ძალიან კაი ესე ვთქვათ ადამიანი კონტექსტით და
უგლი და ვენახ, ანუ ვენახზე დამხედველი იყო ეს, მოდი ესე ვთქვათ, საკმაოდ დიდი ესე ვთქვათ ტერიტორია, ეგრეთ წოდებული ვთქვათ კოლმეურნეობიდან და იმ ეპოქაში ყველაფერი იყო, კარგი იყო, ფულიც იყო, აი ზუსტად იგივე კონტექსტი. და კითხვა იყო ესეთი, რომ ხელფასი რამდენი ქონდა და დაასახელა 100 რაღაცა მანეთი. 120 მანეთი ექნებოდა. 120 იყო მაშინ გამოსულ. მაგრამ 200 არ იყო, 100 რაღაცა მანეთი თქვა. და სამაგირო და მე ღამეში 4000 მანეთი გამიკეთები. მეთქი როგორ? არ მოაყენებდნენ ბანკანასო და ვენახიდან შემეძლოვეს დამეტიოთავ. ანუ აქტიურად გამოდიოდა მოპარო ამ შემთხვევაში. აბა რა, გინდათ ცემენტი მოგიპარია მშენებლობიდან, გინდა ყურძენი კოლმეურნეობიდან. შეკითხვა იყო ასეთი, რომ აი ეს, რასაც შენ რაღაცას ახერხებდი, მოდი ესე დავარქვათ. ამის გარეშე როგორი იქნებოდა ის სისტემა, საშინელებო 120 მანეთის აბარა რო ყოფილიყავიო. და მე ვკითხე, ანუ თვითონ ყველაფერი იყოს ნაწილშიც, ანუ იყო მაშინ ხო გახსნილი სპეციალური ასე ვთქვათ გასაყიდო მარკეტები არ იყო, მაგრამ მაღაზიებს რო ეძახდნენ, ხო? და უბრალოდ ვკითხე, დღევანდელ მარკეტში უფრო ფართო ნომენკლატურა ისა, თუნდაც პური ავიღოთ, თუნდაც სხვა სახეობის. დაფიქრდა და ნუ ბოლოს მივედით იმ ჭეშმარიტ დასკვნამდე, რომ დღეს აბსოლუტურად ყველა რეგიონში ჩვენ ხთან ხო რეგიონები მაინც და მაინც დიდად არ გამოირჩევიან განვითარებით, მაგრამ იქაც კი ჩვეულებრივ მაღაზიაში გაცილებით უფრო ფართო არჩევანია, ვიდრე მაშინ. მაშინ კაცო, ოღონდ გეშოვა და თუ ტანსაცმელი იყო, გადაკეთებაზე ფიქრობდი, ან რაღაცა გამაგრება, რაღაცა ეგეთი ყოველთვის გჭირდებოდა რა, ოღონდ კი რამე გეშოვა, ეგეთი სიტუაცია იყო და რაც შეეხება, აი ყველაზე მეტად საინტერესოა, რატო არ ფიქრობენ ადამიანები, რომ აი მაშინ იმ დროში ფული მქონდას თქმა ნიშნავს, რომ ამორალურად ვიქცეოდი, ან მე ან ჩემი მშობელი, საიდან მქონდა ფული, აბა როგორ შეიძლება და ფული აი სიღრმისეული ანალიზი, სწორედ ამიტომაც არის ეკონომისტებს ხშირად ხრჩევიას, რომ ჩავდივართ და ვხედავთ იმას, რაც არ ჩანს, ან რაც არ ჩანს ის უნდა დაინახო, მთელი ისა არის ეკონომიკაში ეს, რომ რაც ჩანს იმას ისედაც ყველა ხედავთ, აი რაც არ ჩანს იმას უახსნი და იმას რომ დაინახავ, აი მე უკვე სხვა ადამიანები ზოგჯერ უკვე გაიაზრებენ. რიგ შემთხვევაში ალბათ არც არის мотиваცია, არც არის საჭიროება რომ გაიაზრონ, ხო, სანამ არ შეხვალოს თქვა საუბარში ანალიზს არ გააკეთებ. არა, თვითონ თუ არ აინტერესებს გამორიცხულია რა გაიაზროს. კი ბატონო, ასევე იგივე ეპოქის პერიოდის მითად ქცეული, ესეთი ყველაფერი იყოს ნაწილში, ანუ ჩამონათვალში შედიოდა იგივე ელექტროენერგია, ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი და თავისუფალი ასე ვთქვათ გადაადგილება. მესეც აი თავისუფლად მივდიოდით ყველგან. და ნუ მე ხლა რო ჩაეძიები, სად მიდიოდი? კითხვა ხო ისმის? ყველგან სად? ის იყო რაღაც ასე ვთქვათ რესპუბლიკები. საბჭოთა კავშირში. კი ბატონო, მაგრამ იმისი კითხვა ვერ მიდიოდი და ანუ ეს ხო არ იყო ეს? არა, მარტო მაგაც არ არის. იმისთვის რომ მაგალითად თბილისში ჩაწერილიყავი, სერიოზული ბარიერები იყო, ისე ადვილად ვერ მოახერხებდი რომ ჩამოსულიყავი თბილისში ან სამი სხვაგან გადასულიყავი და ცოტა უფრო ადრინდელს თუ გავიხსენებდით 60-იან წლებამდე მე როგორც მახსოვს, ეს მე არ მახსოვს, მაგრამ იმით ვიცი გადმოცემით, გლეხს სოფლიდან ქალაქში წასვლის უფლებაც კი არ ქონდა თუ რაღაც იმას ცნობას არ აიღებდა კოლმეურნეობის თავმჯდომარესთან თუ გამგეობიდან თავისუფლების. კი ბატონო, წარმოიდგინე რა სიტუაცია იყო, ადამიანებს გადაადგილება ქონდათ შეზღუდული. დიდი საკონცენტრაციო ბანაკი იყო. და საბჭოთა კავშირის გარეთ გასვლაზე ხო თუ ვიღაცა პრივილეგირებული არ იყო, შეუძლებელი იყო ლაპარაკი და ფიქრიც კი. და მე ამ საუბარში როდესაც ეს ანალიზი მიმდინარეობს, აბსოლუტურად ეს ადამიანები საკმაოდ ჯანსაღად აზროვნებენ ყველაფერი და კეთახმებიან კიდეც ამ და ბოლოში რო გახვალ მაინც ანუ ამბობენ რომ ის დრო იყო კარგი და ამ დროს ჩვენ გარკვეული ტიპით ფიქრობ და გავანალიზეთ რატო იყო კარგი. იმათი თვალით რატო იყო ისე კარგი, იმიტომ რომ ეს პირები ამ დროს იყვნენ ახალგაზრდები. ეს პირები ამ დროს იყვნენ სტუდენტები. ეგ არის ახსნა რომელიც და ნოსტალგია. მე ჩემი სტუდენტობა იყო 2000-დან 2004 წლების პერიოდი, ან ბაკალავრიატი რო ავიღოთ, ხო, 2006 წლამდე. ნუ რა ვთქვა, კარგს ვერაფერს ვერ ვიყო განსაკუთრებით, იმიტომ რომ ნუ იყო რა სიდუხჭირი, აშკარად იყო, ჩაბნელებიც იყო, კრიმინალებიც იყო ამ პერიოდში, ამას დაემთხვა. მაგრამ მე მიყვარს ის ეპოქა და მომწონს, მაგრამ რო გავანალიზებ, იქაური ყოფა კი არ მიყვარს. ჩემი ის ახალგაზრდული ურთიერთობების სტუდენტ ნოსტალგია მაქვს და რასაკვირველია ის რომ მირჩევნია მეტი თავისუფლება, ნაკლები ტვირთი და ასე შემდეგ და თუ მივედით იქამდე რომ ეს ამიტომაც იყო მითიური რომ მაშინ ყველაფერი იყო და კარგი იყო, ესა იყო მითიური, იმიტომ რომ ამ ადამიანებს მაშინ თვითონ შინაგანი განწყობა ჰქონდათ უკეთესი. ის ეპოქა იყო მაგათთვის ზდის ეპოქა და აქედან გამომდინარე როგორც კი ამას გაუმიჯნავ და დაუსვამ კითხვას მას ის ახალგაზრდობა და ის თავისი ვთქვათ მდგომარეობა ენატრება თუ
ზოგად ეკონომიკური მდგომარეობა იმ წუთასვე ასე ვთქვათ პოზიციაში, ანუ ეს მითი მაშინ ასე ვთქვათ პრაქტიკულად გარკვეულწილად ხდება მისი ჩამოშლა და სწორედაც ამიტომ რჩება ეს მითიურად, მითიც არ არის, ანუ ჭეშმარიტებას აცდენია, მაგრამ საზოგადო ნაწილში ეს დღემდე ასე ვთქვათ ბევრჯერ მოხვედრია, ბევრ ასე ვთქვათ საუბრისას ну ზოგ შემთხვევაში ეს ყურადღებაც არ მივაქცევთ, არც დრო იყოს და არც ადგილობრივად მოხდეს ესე თავშეყრის ადგილებში რომ ეს გაჟღერდეს, მაგრამ როდესაც ამის საშუალებაც არის და განწყობაც არის, აი რომ იყო ესე ვთქვათ ანალიზს, უკვე აშკარად ჩანს რომ ეს მითი არ არის ის მითი, რომელსაც ან რაღაც დადებითის მოტანა შეუძლია, ან რაღაც ჭეშმარიტის ვთქვათ საფუძველზე დგას. ну შეიძლება იმის ახალგაზრდობის ნოსტალგიით შეიძლება გაამართლო ბევრი რამ, მაგრამ შეიძლება გაამართლო, მაგრამ მაინც მეგონი არასწორია, რომ მორალური პასუხისმგებლობა არ იგრძნო იმაზე, რომ იმ დროში საბჭოთა დროში შენ ფული გქონდა და დახკონდა შეგეძლო რაღაცის ყიდვა. თან 4000 მანთი შონა შეგეძლო ერთ ღამეში. კი, ну იყო შემთხვევები ეს. ის არის რთულია და თან ადამიანი როგორც მითხარი, ის იყო წესიერი ადამიანი. კი, აბსოლუტურად, ანუ დღემდე გასდევდა ეს შტიხი რო იყო წესიერი. შესაბამისად წესიერება არის ამ შემთხვევაში ფარდობითი, იმიტომ რომ მის ირგვლივ ყველა აბსოლუტურად ეპოქა იყო ესეთი. იქ მორალურად მისაღები იყო ეგ. თავის დროზე იქ სასიძოს კითხავს უსვამდნენ, ასე ხელფასი რამდენი გაქვს და ისე რამდენი გაქვს შემოსავალი ლევა. კი ბატონო, აი ეს არის ეს ის ეპოქაა, ტყუილი არაფერი. ერთ-ერთმა შტატების პრეზიდენტმა რომ გააკეთა კომენტარი რომ როგორი ქვეყანაა, ეს არის ქვეყანაა რამოდენიმე მილიონი თქვა, ციფრი ესე არ მახსოვს რა ციფრი დაასახელა. რა რიცხვი ესე ვთქვა. თუნდაც ციფრი ან რა რიცხვი, რამოდენიმე მილიონი თქვა მოკლედ. ეს არის რომ ადამიანები დილით დგებიან, იმიტომ რომ მოიპაროლოთ ერთხის ვაციონზე. ანუ იმიტომ დგებიან, რომ ფაქტიურად მიხვდა რომ რაში იყო საქმე, ანუ სისტემა ისე იყო მოწყობილი, თუ კანონის ჩარჩოდან არ გახვიდოდი და კანონის ჩარჩოდან გასვლა ნიშნავს, რომ რაღაცას აშავებ, ხო? ისე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. კი, იცხოვრები ძალიან დაჩაგრულად იცხოვრები, მოდი ესე რომ ვთქვათ და სწორედ აი ეს მომენტი ახლავს და თუ ამას ჩამოაშორებ ამ შესაძლებლობას კანონიდან გასვლის შესაძლებლობას, გამოდი რჩება საშინელება და სწორედ ეს ნაწილი არის ამ შემთხვევაში. მოდი ახლა მე მინდა დღევანდელ იმ მითებს და მითებისკენ გადავიდეთ, რომელიც დღეს გვიშლის იმის გააზრებას, რომ ადამიანებმა უკეთესად ვიცხოვროთ ხვალიდან მაინც. ეს არის, როცა რაღაც უკავშირდება ქონების პრივატიზაციას, დავუშვათ რაღაც განსაკუთრებით ტყეებზე რომ არის ხოლმე, რომ თუ ადამიანის ხელში ჩავარდება ტყე, თუ მიუჩნევთ ადამიანებს, ისინი აუცილებლად გაჩეხავენ. თუმცა თუ კითხავ რა ის შენ რო გქონდეს ტყე, შენ გაჩეხავ, ის გეტყვის არა, მე არა. მაგრამ სხვები გაჩეხავენ. სწორედ ეს არის. ეს რანაირი მითია და რანაირად შექმნილი ის არის. ეს არის რაღაცნაირ ისე ვთქვათ, ცრუ საწყისებზე აღმოცენებული თანამედროვე მითი ჩვენთვის მაგალითად, ჩვენი სივრცისთვის. და თითქოს ეს მითი ისეთი მითია, რომ ოდითგანვე დასაბამიდანვე ესე იყო, რომ ტყე იყო სახელმწიფოსი. არა და პირიქითაა. სახელმწიფო სულ არ არსებობდა თავიდანაც. რომ სახელმწიფო რომს დავარქვათ, მაშინაც კერძო იყო 1921 წლამდე, ეს ტყეები იყო კერძო, მნიშვნელობა რა აქვს ახლა იქ. დიდგვაროვანი იყო, პატარაგვაროვანი, გლეხი, მთის ესე ვთქვათ, კომლი, ეს საგვარეულო იყო კერძო. სახელმწიფოსი არ იყო. არც ერთ ეპოქაში. მარტო 1921 წლიდან დაიწყო ეს პროცესი და ეს ხალხმა აქ ჩართვა გავაკეთოთ, რომ გასაგები აქ მოხდა სრული ექსპროპრიაცია, მაგრამ ევროპაშიც ხო არის სახელმწიფო ტყეები, სახელმწიფო საკუთრებაში. კი, გარკვეული წილი. მეტნაკლები პროცენტით, მაგრამ ხო არის და იქ როგორ მოხდა ეგ ამბავი? იქ სავარაუდოდ მოხდა მეფის, ესე ვთქვათ, ინსტიტუტის სახელმწიფოდ გადაკეთების პროცესში, ანუ მონარქიული ინსტიტუტის პრაქტიკულად მე რატომღაც ესეთი ისე ვთქვათ წარმოადგენა მაქვს, რომ სამეფოს ანუ მეფის ქონება იყო განყენებული სხვა ესე ვთქვათ მიწების და როდესაც ლორდების ასე შემდეგ, როდესაც უკვე როცა მეფე ჩამოალაბორონდეს, მაშინ ან დაიხვეწა და მეფეს სიმბოლურ ნაწილად იქცა და უკვე მას გარკვეულწილად ეს ქონებრივი შესაძლებლობები წიაღისობას აღარ ჭირდებოდა, ის იქცა ამ შემთხვევაში მეფე და სახელმწიფო. აი ეს ნაწილი არის ძირითადად. მეორე ნაწილი არის უკვე თანამედროვე პირობებში განსაკუთრებული ტიპის ქონება,
რომელიც განსაკუთრებული ტიპის მოვლას ან რაღაც უნიკალურია, რაღაც წითელ ნუსხაში უნდა შევიტანოთ და ასე შემდეგ და ან განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, ან თავის ისტორიული ბრძოლის ველია თუ ასე შემდეგ და ამის გამო შეიძლება იყოს ეს ორი ნაწილია ეს და დანარჩენი რაც იყო ლორდების, ხო, ნუ რაღაც ნაწილი ესეც არის, რა არის რაღაც ტერიტორიები, რომელიც უკავშირდება რაღაც ისტორიულ მოვლენას და ის სახელმწიფომ თავის პატრონაჟის ქვეშ აიღო, იმიტომ რომ ისტორიული მოვლენის ადგილია. მათ შორის ახლა ძალიან ისეთ ქვეყანაზე, რომელიც საკუთრების ძალიან თითით საჩვენებელი არის, იგივე შტატები და ერთ-ერთი ის საუბრისა სხვათა შორის ამერიკის მოქალაქე და ამერიკაში დაბადებულ გაზრდილი მეცნიერი იყო, რომელმაც გაკვირვებულად შემომხედა, როდესაც მიწების განკერძოებასთან დაკავშირებით ამერიკული ისტორიიდან მოუყვანე ოკლაჰომა ლენდ რაშ ესეთი ისტორიული ისაა, როდესაც ჰარისონი იყო მაშინდელი პრეზიდენტი. სირბილით რომ უნდა ეღოთ, ხო? და მე უფრო რო ჩავეძიე. მოდი ახსნათ, რომ მაყურებელმაც გაიგოს რა ლაპარაკი. ანუ ეს არის მოვლენა, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის წინ, თითქმის ზოგადად 2 საუკუნე, როდესაც კარგად გაიაზრეს, რომ ბაზრის მექანიზმის თქვა ჩარევა კარგს არაფას არ მოიტანდა საფონდოს თქვა ნაწილში და კერძო საკუთრებას ღირებულება დააკვდებოდა თუ სახელმწიფო დიდი დოზით შემოუშვებდა ამ მიწებს გაყიდვის გზით. ამიტომ ესეთი ტიპის პრობლემა, როგორიც იყო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც არ უნდა ქონოდა სახელმწიფოს და ვერ იყენებდა არარაციონალური იყო, უნდა მოეხდინათ მისი ტრანსფორმაცია და განკერძოება. შესაბამისად, თუ ამ გზით ჩაერეოდნენ, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება ფულზე პრივატიზებით, გააფუჭებდნენ ბაზარს. რაღაცა პრინციპით უნდა ეს განეკერძოებინათ. მეორე მხრივ იდგა პრობლემა ქვეყანაში დაწყებული ეგრეთ წოდებული ეს ვთქვათ ყაჩაღობიდან დამთავრებული სხვადასხვა მიგრანტების, რომლებიც უქონლებიც იყვნენ და ნუ ითვლებოდნენ ასე თუ ისე ამერიკის მაშინ რა ისექნებოდა მოქალაქეება ჩასულების, რო ვთქვათ, ნუ ყველა ჩასული იყო იმ დროს და ეს ხალხი, რომელსაც არაფერი არ ქონდა, რაღაცნაირად უნდა მათი დანივთება, ეგრეთ წოდებული კერძო საკუთრების გაჩენა უნდა მოხდარიყო. თუმცა იქ არ შეურჩევიათ იმ პრინციპით, რომ ის რა ქონდა და მაგრამ უფრო მეტად უქონეულნი მიეძალნენ 20 ჰექტარებად დაყვეს. დაახლოებით ჩვენი პარამეტრებით იქ სხვა საზომი აქვს, ფუტებში ზომავენ. დაახლოებით 870,000 ჰექტარი. აი თელი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები რო ავიღოთ დაახლოებით 87000 კვადრატული კილომეტრი. 87000 ჰექტარი, კი ბატონო, ოკლაჰომას ასე ვთქვათ ტერიტორიაზე, ამჟამად რო ოკლაჰომას ვთქვათ შტატი აქვს. შესაბამისად იმ ტერიტორიაზე და აი ამ ტერიტორიაზე მოაწყვეს ეგრეთ წოდებული სტარტის ხაზი, ეს უამრავი დაახლოებით 20000 მსურველი პრეტენდენტი შერიფის გასროლის ხმაზე დაიძრა და ამ დაყოფილ ნაკვეთებამდე ვინ რომელს ადგილსაც მიასწრებდა, იმას კოდი ენიჭებოდა, ამას თავის კოდი ჰქონდა და მე ჩამოყვებოდა იმ დროინდელი აღმრიცხველი, ვინც დახვდებოდა იქ ადგილზე და შესაბამისად მიაკუთვნებდა მას ლეგიტიმურად ოფიციალურად კერძო საკუთრებას. აი ერთ დღეში მოაგვარეს ამ კერძო საკუთრების ვთქვათ ფორმირება და სხვათა შორის ამ ამერიკელმა მეცნიერმა ამ ისტორიის შესახებაც არ იცოდა და მე მით ახსენე რომ არც ქონდა ამის საჭიროება რომ ეს ცოდნოდა. იქ სულად ბუნებრივად არის. ბუნებრივად ეს შეუძლებელი მოვლენა იყო და უფრო მეტიც ეს მაშინ არ იცოდა როდესაც ზუსტად 1 ჰექტარიანი მონუმენტი არის მიძღვნილი. ზოგი ეტლით რო გარბის, ზოგი ცხენით რო გარბის, ზოგი იქ რაღაცას რო ვთქვათ, ვიღაცას ეკაჩება უკან და თაღლითობს რო ჩამოიტოვოს ეს კონკურენტი. ამასთვის არის ამ ტერიტორიაზე 1 ჰექტარიანი მონუმენტი ბრინჯაოს სკულპტურებით გაკეთებული. ამას იმიტომ ოკლაჰომაშია აი გარბი. კი, იქ არის ეს თრიანად ეს YouTube-ზე ვინ შევა ნახავს ეს თელის იქ რო რაღაცას ურემს რო ბორბალი ძვრება და ვიღაცა ჩამოვარდა და ნუ თელი სცენა თავისი სტარტით დაწყებული 1 ჰექტარზე არის გაშენებული და ამ იმას უკავშირებს რაც თქვენ დასვით რატო აქო სახელმწიფოს. ეს სახელმწიფოსია. აი ეს მონუმენტი სადაც არის, ეს არის სახელმწიფოს, იმიტომ ამ ადგილს რაღაც საკრალური ვთქვათ მნიშვნელობა ქონდა, რახან მოვლენას ქონდა ადგილი, იქვე გაშენდა ეს პარკია თავისი მონუმენტით და შესაბამისად ის სახელმწიფოს რატო ჩემი რო იყოს მაგალითად შენიერ შემოსავლის ცხოვრება აქცევი. ამ შემთხვევაში მან უკვე კერძო ეს ტერიტორია არის ამისთვის გამოყენებული და არა ეს ვთქვათ კერძოსაც შეიძლება ეს მოვიფიქროთ. გასაგებია, მესმის რომ რაღაც ვარიანტში საზოგადოებრივი აზრი ძალიან მარტივად ერთი ხელის მოსვლით ერთ დღეში უქონელი ადამიანები, ფერმერები გახადა.
და ანუ რა შედეგები მიიღო და მარტო ამის გამო კი არა ზოგადად სწორი პოლიტიკის გამო რა შედეგები აქვს დღემდე ამ ქვეყანას ყველამ კარგად ვიცით როგორი არის კერძო საკუთრების ქონის მისი ფლობის მისი გამოყენების ასე ვთქვათ მაჩვენებელი და მათ შორის პროპორცია კერძოს და სახელმწიფოს შორის ზოგიერთ შტატში მთლიანი ასე ვთქვათ მიწის რაოდენობის 97% არის კერძო საკუთრებაში 97 სასოფლოზე არ ვსაუბრობ მთლიანი თავისი ტყით და ასე შემდეგაც სწორედ აქედან გადმოვდივართ ამ ტყეებზე რაზეც საუბრობდით კონტექსტიდან რომ იქ სწორედ ესია რომ იქ არა მაგრამ ქართველი კაცი გაჩეხავს კი ბატონო ქართველი კაცი გაჩეხავს ისინი უფრო მაგრები არიან ისინი არ გაჩეხავენ ჩვენ გავჩეხავთ რატო გაჩეხავს ქართველი კაცი ამას რო კითხვას დასვამთ თქვენ სწორად აღნიშნეთ რო კითხო რომ შენ გაჩეხავ არა მე არა ის ან შეხედეთ როგორ არის ფილოსოფიური მე ყოველთვის დარწმუნებული არის ჩვენი საქართველოს მოქალაქეებიდან რომ მან ყველაფერი იცის ის უწესიერესია ის არა მაგრამ ფილოსოფიური ის არის დამნაშავე ის ყველაფერზე წამსვლელია და შესაბამისად ისიც ისიც და ისიც სინამდვილეში იქიდან მხრიდან რო შეხედო ყველა არის ფილოსოფიური მე და თითოეულს 1000 ადამიანს 10000 რო ჩამოყვეს ყველა მამა აბრამის ბატკანივით დაიფიცება რომ თვითონ დღეს ხელს არ ახლებს იმიტომ რომ წინაპრებმა მაგის ჯერა რომ თვითონ არ გაჩეხავს კი კი რაში ისიც არ მჯერა ის გაჩეხავს მაგაში ნაცეზე არ ვენდობ. ნუ რაღაც შეიძლება ეს ამაში რაღაც ჭეშმარიტის მაცვალიც ვეძებოთ, მაგრამ აი ამაში გვაქვს გარღვევა რომ ფილოსოფიური მე დარწმუნებული ვარ ის ყველაფერში კარგია, ოღონ ფილოსოფიური ის არ არის კარგი. ანუ თვითონ ყველაფერს შეძლებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს. არა, ის ვერ შეძლებს თუ არა, მე მომეცით ტყე არ ვარ წინამდეგი და რო ეტყვი ზოგადად მიუცეთ ტყე ხალხს, უმეტესი ადამიანი ტყვის რომ არა, ტყეებს გაჩანაგებენ. არა და პირიქით ამ დროს, სადაც კერძო საკუთრებაა, იქ ყველგან არის ტყე დაცული, მოვლილი და ტყე არის ტყე. ჩვენთან და ჩვენისთან აქვეყნებში არის პირიქით, სადაც კი სახელმწიფოს არის თქვა ტყე, ის ტყის მასივები არის გაჩეხილი, საალაფოდ ქცეული პირდაპირ ამ სიტყვის ნიშნულობით, ყველას უნდა რომ იმ საერთო საკუთრებიდან რაღაცას თქვა მიითვისოს. და სწორედ სოციალური კავშირებიდან გამომდინარე, როგორც კი ის გახდება კერძო, უბრალოდ კერძო მე საკუთრეს მომიჯნავეთ თუ არა მომიჯნავეთ, არ ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში და არ აკადრებს რომ იმას ასე ვთქვათ, რამე იმის ტყიდან მოიპაროს, მაგრამ სახელმწიფო ტყიდან სიამოვნებით ასე ვთქვათ მოიპარავს და ეს პრობლემა ძალიან ისე მასტიმულირებელის არის, ჩემი ცხოა ის ტყე და ჩემი ტყიდან ჩემი ნაწილს გამოვიტა რა, ახლა რა. აი ზუსტად ეს არის, ანუ წილობრივად მე აი ეს წილობრიობა ყველასი რო არის გადადის დასწრებაში ესე ვთქვათ. მე უკეთესი ნაწილი დავიწყე. მოდი მე უკეთესი მე დავასწრო, იმიტომ სხვა მაინც გაჩეხავს. ანუ მე რო არ გავჩეხო, მე კაი ტიპი ვარ, მაგრამ ის ხომ მაინც გაჩეხავს, მოდი მე დავასწრებ და სწორედ აი ეს პაექრობა მიდის კონკურენცია ცუდი გაგებით. უფრო ადრე გააჩანაგებს. ის უფრო ადრე გაჩეხო, იჩეხება კერძო ესე ვთქვათ ნაწილისგან განსხვავებით სახელმწიფოს ვთქვათ ტყეები ამ შემთხვევაში, იმიტომ კერძო არავინ არ შეგიშვებს თავისთან და არც შეშვებაზეც არ არის, არც არავინ არ აკადრებს, როგორი ახლა ვიღაცა შენს კერძო ტელევიზორში შემოვიდეს და შენს დაუკითხავად რამე ჩაიდინოს, კანონით ხო შეიძლება მოთხოვო და კანონი გვერდზე გადავდოთ თვითონ ეს მოქალაქეები მოთხოვონ ერთმანეთს, იმიტომ რომ ის მოაპარიებს საკუთარი ტერიტორიიდან. აქ აი მითებზე რო საუბრობთ, აი შემოდის სწორედ რიგ შემთხვევაში არა სწორი ვთქვათ ინტერპრეტაცია, წეგან ვახსენე რომ ჩვენი ძალიან საპატივცემლო ხალხის გამონათქვამები, ტყე შეუნახე შვილებსა და სინამდვილეში ვის შვილებს უნდა შეუნახათ ტყე, ეს ვინმე დასვა კითხვა. ის შვილი როდის დაიბადება, ვის შვილებს უნახავთ ტყეს, ეს კითხვა ხო ისმის ამ შემთხვევაში და ეს სხვათაშორის შეტრიალებულად და გამოყენებული და როცა ამბობენ რომ სახელმწიფო ტყეები არ უნდა დათმოს და ტყე უნდა იყოს სახელმწიფოსი, მოგიყენებენ ამ ციტატას რომ ტყე შეუნახე შვილებსა. და ვის შვილებს უნახავ ტყეს, კითხვა ხო უნდა შვილებს უნდა შეუნახო, შენი უნდა იყოს ტყე რომ შვილს შეუნახო. ის შენი რაც არის, შენ ვერ შეუნახავ შვილებს. რაც შენი არ არის. რასაკვირველია, ანუ იქ არის ძალიან კარგად არის ჭეშმარიტად არის და ტყე შეუნახე შვილებსა. ოღონ ამ შემთხვევაში არის საუბარი რომ შენ შვილებს უნდა შეუნახო, მამა ხარ და შენი ვალიაო, ანუ მამა უნდა იზრუნოს შვილებზე. და შესაბამისად, ანუ ეს უკუღმა კონტექსტში არის, ეგ უკვე ეს მართლა კომიკური ის არის, მამას თუ ტყე არ აქვს, როგორ შეუნახოს? არა, უნდა შეუნახოს, ეხლა მამამ როგორ უნდა შეუნახოს, რაც მისი არ არის, როგორ უნდა შეუნახოს, ხო? იქ ეხლა იმაზე იზრუნოს სახელმწიფოს ნოტა მიწეროს, რომ არის აქ, აი მის, ანუ ეგ არის მისთვის უკვე, როცა მისი არ არის, ეგზოგენურია და მას არ ხელეწიფება, რომ თუნდაც ის დანაბარები შეასრულოს, რომელიც მითიურად უკუღმა ვიყენებთ, ვიდრე ესე ვთქვათ, სწორად გამოვიყენოთ რა. ეს არის ამ შემთხვევაში დადებით
კონტექსტში პოეზიიდან ამოღებული მითათქცეული ესე ვთქვათ ნაწილი, რომელსაც დადების კონტექსტში ზოგჯერ ვერ ვიყენებ. ამ დროს სრულად დადებითია, რომ რაჯობია, რომ გარემოს შეუნარჩუნებ და მომავალ თაობებს ესე ვთქვათ გადასცემ, მაგრამ იქ პირდაპირ წერია განპიროვნებულად და არ წერია იქ, რომ თქვენ ხალხნო შეუნახეთ მომავალ თაობებს. პირდაპირ გითხრა განპირობებულმა მამამ უნდა შეუნახოს, ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს რაციონალურად მოეკეცი, რომ შვილი თაობებმა ეს მიიღო. დღეზე თან სახარი დღეს თავისი მოვლის წესი აქვს და იმ შემთხვევაში, როცა დღეს პატრონი ყავს და უვლის, იქ ხანძარ საშიშროებაც ნაკლებია და ძველი დაავადებული წყლის გამოტანას უფრო დროულად ხდება, გაწმენდაც დროულად ხდება და დღეც უფრო ჯანმრთელია და უკეთესია. აბსოლუტურად მინახავს ეგეთი დღეები ამერიკაში. რომ შევალ აწერია პირდაპირ ეს დღე არის კერძო საკუთრება, ცოტა პერიფრაზა ვაკეთებ, რამდენი ისეირნი ამ დღეში, მაგრამ ნადირობაზე ბუდიში, ნადირობა არ შეიძლება სიტყვაზე და ხეზე შეხება მით უმეტეს. არ უნდა დაამტვრიო და უზარმაზარი ჯარიმა იქნება რა. და ახლა ის რომ ვერ დამიჭერენო, მაგასაც ვერ იფიქრებ, იმიტომ რომ კაცმა არ იცის ვინ საიდან გიყურებს ხო ბოლო რომ პატრონია და იცავს თავის დღეს. ოდა ჩვენთანაც ასე უნდა იყოს ალბათ. აი მოდი შევხედოთ ხა სისტემურად. როდის იქნება ტყე უკეთესად დაცული? მე ძალიან მიყვარს ტყე და ალბათ ბევრ ადამიანს უყვარს და მიყვარს ისე როგორც არის, როგორც ბუნება ისე მიყვარს. როდის იქნება უკეთესად დაცული? როდესაც ერთი ადამიანი, რომელიც არის სახელმწიფოს წარმომადგენელი, დელეგირებული სუბიექტი, ჩვენი თანამოქალაქე, 5000 ჰექტარ ტყეს იცავს თითქოს და ბჭყალებში. შეძლებს ამის დაცვას მაღალმთიან რაიონშიც კი ვერ შეძლებს, სადაც ერთი გზაა. დაცვას არა, გაყიდვას შეძლებს. კი ბატონო, არ გადაიმტერებს ის არც მეზობელს, არც შორეულ სოფლელს იმის გულისთვის, რომ მისი რაც არ არის იმის დაცვაში. და რომს გადაიტეროს, მაინც არ შეეკითხებიან და ჩათრევა ჩაყოლაჯობიო, ბოლოს ვღებულობთ ამ სურათს. ეხლა შევატრიალოთ ეს პირიქით ეს სურათი. ვინმე კერძო რო იყოს ეს ტყე, ვინმე თქვა ან სადმე გაგონილა, რომ ამისთვის სახელმწიფომ ტყეზე მზრუნველი სამსახურები უნდა გააუქმოს. სახელმწიფოს ისევ ყავს ეს სამსახური, ოღონდ იმისგან განსხვავებით, ამ 5000 ჰექტარზე 7-8 მეპატრონეა პლუს, რომლებიც თუ ვინმე რამეს იქ დააშავებს, პირველ რიგში ის მეპატრონე უფრო სწრაფად გაიგებს, ვიდრე ეს ერთი კაცი. პირველ რიგში თავისთან ახლოს. ანუ ორი მდევარი ეყოლება დამნაშავეს ამ შემთხვევაში და კიდევ მეორე მხარეს რო შევხედოთ, სახელმწიფოს რამე ისეთი ეკოლოგიურად სხვას რო აზარალებს, ხო, ამიტომ ხო არის სახელმწიფო რომ სხვა არ დააზარალო, შენ რო იქ რაღაც უდიერად მოიქცე. პირობითად ჩემი ატყე და დაუშვათ დაუწვი. ეს ხო სხვას დააზარალებს მერე და ამიტომ ეს ქმედება რო არ ჩაიდინო, ამისთვის დაუშვათ. გამოვლენაც მარტივია. შენ ტყეში რაც ხდება, შენი პასუხისგებლობაცაა. სახელმწიფოს ძებნა არ დაუწევს. შენ თუ შეტყობინება არ გააკეთე იმის შესახებ, რომ დაუშვათ და მოგყარეს ეს, მოგიჭრეს ეს ხეები. კეთილინები რომ აღმოჩინდა შეატყობინე, ხო? ანუ ორი მდევარი ყავს მან. ჯერ ერთი უფრო ადრე გამოავლენ, პირობითად დამნაშავე დავარქვათ და მეორე მხრივ ამიტომაც იქნება უფრო მეტად დაცული და სახელმწიფოს არ უწევს მე მარჩიელობა. ტყეში თუ ფაქტზე არ დაასწრო, კაცი შური ვერ მიხვდა ვინ მოჭრა მერე. ან ვინ რა ჩაიდინა და ეს ყველაფერი პირიქით მიხვდა თუ არ მიხვდა საინტერესო. იდეაში არ მიხვდება 5, 6, 7, 10 და 20 წელიწადი 20 წლის მერე ხა ტყე იმის ტყე არ მიდი და არ ყვი ესე ვთქვათ. არა, ხო, მე მახსოვს რომ იყო პრობლემა რომ ტყე დაავადებული არის, ვიღაცებს მისცეს ხელისუფლებმა მისცეს და პირწმინდად გაჭეხეს ყველაფერი დაავადებული ან არ დაავადებული. გამოხშირვის მოტივით, კი ბატონო. არა და ტყის პატრონი მაგას ყველაზე უკეთესად განსაზღვრავს, ისევე როგორც საქონლის პატრონი, ისევე როგორც სახლის პატრონი, თვითონ წვეთს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას რა როგორ გააკეთოს. იგივე არის სოფლის მეურნეობის მიწებთან დაკავშირებით. ყველაფერთან დაკავშირებით შეგვიძლია, ყველაფერს ვერ გავარჩევთ დღეს სამწუხაროდ უკვე. დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, თუ რამე ისეთი დაგვრჩა მნიშვნელოვანი და მთავრებისკენ წავიდეთ. ნუ პრინციპში მაინც მე ბევრი მითიდან აი ამ ტრანსფორმაციის პერიოდში დაბადებულ ეს ვთქვათ მითებს გამოვარჩევდი და ერთ-ერთი მითი არის ესეთი, რომ ხშირად გაგვიგონია, რომ ეს კარგია, იმდროინდელი გაკეთებულია, ეს იქნება ნაკეთობა რკინის ან რაღაცა მაგარია ასე ვთქვათ, კაი ხარისხიან არის ვთქვათ გაკეთებული. ესეთი მითიც ვიცით, ხო? მათ შორის დიდად არ მიყვარს ამ ქვეყნის ხსენება, მაგრამ მითად არის დარჩენილი. ეს კარგია, რუსულია. სინამდვილეში თანამედროვე ეპოქაში
არც ერთი ეს ვთქვათ სერტიფიცირების, არც ერთი სტანდარტის ნორმას რუსული საქონელი კაი ხანია უკვე აღარ აკმაყოფილებს. მაშინაც ფორმალურად იყო ის ხარისხის ნიშანი ესეც საკითხავია მაშინ, მაგრამ ეხლა რა აკოვიცაკ. ეს არის სწორედ ის მითი, რომელიც ესე ბრმად, ესე ვთქვათ, არის გამჯდარი და განივთებული და რო არ აკვირდები და სინამდვილეში რო დახედავ, თუ ეს კარგია, მაშინ სოფლიოში ამდენი ადამიანი ყველაზე კაი ინდიკატორი არის მომხმარებლები, ხო? და უცებ დავაკვირდეთ აი წარმოვიდგინოთ უზარმაზარ ახლა ბანერი, სადაც ლოგოები არის დაყრილი ეგრეთ წოდებული ფირმებს რო ეძახით, წარმოებლების, ისეთი ლოგოები, აი რო შეხედავ და წაკითხვა აღარ გინდა ვერბალურად, ნახავ რომ ეს ფირმა არ არის, პირობითად Mercedes-ის ემბლემაა და ეს Mercedes-ი, აი როგორც კი ნახავ, იცი რომ ეს Mercedes-ია. ან კიდევ ეს ბევრია. და ესეთი ლოგოების ის რო გავაკეთოთ სოფლიოში ცნობილი ბრენდების, რამდენი აღმოჩნდება ამაში ან კომუნისტური ეპოქის ფირმის ან ეხლა პოსტკომუნისტური ქვეყნებიდან. ძალიან ძნელი საფიქრი არის. შეიძლება ჩინური აღმოჩნდეს რამე. შეიძლება ჩინური აღმოჩნდეს რამე. ოღონდ საბაზრო ტიპით იქაც გარკვეულ საბაზროსკენ ხო წავიდნენ, ან ძველ ეპოქაში თუ ახალ ეპოქაში ესეც საკითხი. ძველ ეპოქაში აფერი არ ქონდათ. ეს აინო. უბრალოდ ჩინელებზე რომ მითი შეიქმნა რომ ყველაფერი უხარისხო, ეგ მითი უკვე გადალახეს. აი მეორე მითი, ანუ იქ პირიქით იყო ხო, აქ რო რუსულია და ხარისხიანია, იქ კიდევ ჩინურია. ჩინური არნიშნავს სამი ბაზარზე იყოს თქვა. ეს ასეთი მითები ხშირად ანუ ანალიზის გარეშე უკვე მე იმკვიდრებს და იმკვიდრებს და უკვე ერთხელ გაჟღერებული ხდება საზოგადო ჭეშმარიტება ისე რომ მის ანალიზს არავინ არ აკეთებს და სწორედ ეს არის მე უკვე შეცდომაში შემყვანი ანუ ნეგატიურია თუ პოზიტიური ნეგატიურია თუ წარმოდგენაში გააქვს მითიურად რომ ეს ხარისხიანია და ამ დროს უხარისხოა სინამდვილეში შენ თავს ნებ ხო მისი შეძენით ასე შემდეგ ან რეკომენდაციით ან პირიქით შენ დაგაკვდება რომ ფიქრობ რომ ეს რახან არის ეს უხარისხოა და ან ყოველგვარი ვთქვათ ანალიზის გარეშე და ეს ეკონომიკურ მითებს ეს ფუნდამენტი და საფუძველი ნამდვილად აქვს რაც მოგვიტანა ამ ტრანსფორმაციის ეპოქა. ჩინეთი ძალიან კარგი მაგალითია იმის დასადასტურებლად რომ სოციალისტური და კომუნისტური სისტემა არ მუშაობს და ეს ჩინელმა კომუნისტებმა დაინახეს და მშვენივრად გააკეთეს დასავლური ასე ვთქვათ თავისუფალი ეკონომიკური სისტემის დანერგვა თავისთან. ის მითიც საზოგადოებამ რო იცოდეს დღემდე ბევრს ჯერა რომ ჩინეთი ხო კომუნიზმია ჩინეთში. არა ბატონებო, ქალბატონებო, აღარ არის ეგ მითია ზუსტად ისეთი ვერი. არა, პოლიტიკური სისტემა ისე იგივეა. პოლიტიკური კი ბატონო, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით აღარ არის კომუნიზმი, ხო ნიშნავდა ამ შემთხვევაში სწორედ კომუნებზე დაფუძნებულ და აღარ არის. ამის ამ აღმოსაფხვრად რომ ეს კარგად არ მუშაობდა ერთ დროს რო ვითვლიდი 20 გადავწდი, რამდენი აქვს წინამდეში თავისუფალ ეკონომიკის ზონა, მართლა არ ვიცი, მაგრამ 20-ზე მეტი იყო, როდესაც დავაინტერესდა რომ ჩათვალე, ახლა მთელი სამხრეთ აღმოსავლეთ ჩინეთი მასეა უკვე. შესაბამისად, აი ნელ-ნელა იქით გენაცნებია. თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში წმინდა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით მუშაობს და აქვს შესაბამისი შედეგები. ანუ ის მითიური რომ ის ახლა ეკონომიკურად წავიდა კომუნიზმის ვექტორით და უი რა მაგარია, იმიტომ რომ კომუნიზმია, ეს დარჩა მითიურად. დღემდე ესე ვთქვათ, არა, თუ არ დაუკვირდება ადამიანმა, მასე ეგონება ეს ეგონია, ანუ აი ეს მითები მე პრაქტიკულად გმართავენ და ეგრეთ წოდებულ ორიენტირს არასწორს გვაძლევს, როდესაც თვითონ მითი თუ მცდარია, ის გაძლევს არასწორ, ასე ვთქვათ, ორიენტირს. მითი თუ არის ჭეშმარიტი, ის გაძლევს პირიქით, ასე ვთქვათ, დადებით კონტექსტში მოტივატორი ხდება. ეს იქნება მეწარმეისთვის თუ ასე შემდეგ, ბევრი შეიძლება ახლა მითად ქცეული, შესაძლოა არც იყო სადღაც უცხოეთში ვიღაც ისეთი მეწარმე, მაგრამ იყო ჩვეულებრივი რიგითი, მაგრამ კეთილ საქმეს აკეთებდა და უცებ ეს პიროვნება ხდება, ასე ვთქვათ, მითიური. მართლა ბევრი საქმე აქვს სარაჯიშვილს ვთქვათ გაკეთებული ამ ქვეყანაში, როგორც ბიზნესმენს, როგორც მეცენატს, როგორც მეცნიერს, მაგრამ სარაჯიშვილის სახელი ვერ გახდა მითიური და მისაბაძი ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ. მაგრამ არიან ქვეყნები, სადაც ესეთი პიროვნება რო ყავს, იმაზე მეტად მითიური ხდება, ვიდრე სინამდვილეში იყო და ეს დადებითია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს თაობებს, მეწარმეებს, ახალგაზრდებს უჩენს მოტივატორს, რომ აი ეს როგორი ვთქვათ მითიური პიროვნება იყო, მითია მასში შეთხზული, რაც გააკეთა და არ გააკეთა ყველაფერი ესე რომ ვთქვათ დადებით კონტექსტში და ეს ამ შემთხვევაში არის დადებითი, რასაკვირველია, იმიტომ რომ დადებით მოტივს ქმნის, დადებითი ადამიანი ასე გაგვიგია უარყოფითი მითებიც, ხო? პირობითად ჭყალებში სამართლიან ადამიანზე, როგორც დაუშვათ ჩვენთან არსენა არცელაშვილის ისრვარი, ხო? იყო თუ არა ეს პერსონა ასეთი მართლა ეს ახლა არავინ არ იცის, მაგრამ ეს ერთი შეხედვით კარგი ისტორია, ცოტა ნეგატიური მას ბადებს, ცოტა ფიცს. მაგეთ საგე განსახილველი მითი გვექნება ალბათ და ესეც ეკონომიკურ ნაწილში. ხო, მე მგონი ახლა რო არის უკვე დავამთავროთ, პატიცემულო მაყურებლებო, იმედი მაქვს საინტერესო გამოგვივიდა დიალოგი ბატონი რამაზი
კიდე გვესტუმრება, იმედი ახლა ვიღებთ პირობას, რამე შესაბამისი თემა გვექნება, ჩვენ ბევრი თემა გვაქვს, როგორც ხედავთ გასარჩევი და გვიყურეთ. გადაცემა ჩვენი სამყარო. მადლობა ყურადღებისთვის.